სიმართლე გითხრათ, ჩაფიქრებული ვქონდა, რომ გამეკეთებინა ერთი მსუყე დიდი ვიდეო ბლოგი თემაზე, როგორ გახსნეს მეორედ, როგორ გახსნეს მილანში საკონსულო ამ ბანდის წარმომადგენლება. ბანდისა, რომლის თავკაცის ფორმალური იურიდიული თვალსაზრისით არის ირაკლი კობახიძე და მილანში ჩაბრძანებულები იყვნენ ბანდის არარიგითი წევრები, ასე მაგალითად, ბატონი კახი კალაძე, მილანი მეორე, ჩემთვის მეორე მშობლიური ქალაქიაო, ასე რომ ამბობს და იტალია ჩემი მეორე სამშობლოაო, ასე რომ ამბობს ის კახი კალაძე. უკრაინა რატო არ არის კარგად არ მესმის, მაგრამ ოკეი, ხა ეს მისი საქმეა. ბატონი სონღულაშვილი, ბატონი დავითაშვილი, ბატონი რუხაძე. ვაიმე, ვინმე არ გამომრჩეს, როდის ვიხდი. კალაძე, კალბატონი ბოჭორიშვილი არ დამავიწყდეს და ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ფოტოზე, რომელიც ოფიციალურად გავრცელდა ნაბიჯნახევრით არა, მაგრამ აი ნახევარი ნაბიჯით, ცოტა გვერდით დგას, თითქოს ეუხერხულებაო ამ ბანდასთან დგომა, მაგრამ არ მგონია რომ ასე იყოს, მხოლოდ ამ ფოტოდან ჩანს, ან ამგვარი ვერსიის განვითარებაც კი შეიძლება. მოკლედ, გაიღიმეს სონღულაშვილიდან დაწყებული ბატონი ჩიქოვანი დამთავრებული უკლებლივ ყველამ გაიღიმა და გახსნეს საკონსულო. არაჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მე მინდა კითხვა დავსვა ამგვარი, ვინ გაიღო ხარჯები არათუ საკონსულოს გახსნისა, ეს პირველი კითხვაა და მეორე ხარისხოვანი, მაგრამ მაინც არა თუ საკონსულოს გახსნისა, არამედ ვისკონტების სასახლეში ამ საზეიმო მიღების მოწყობისა. და რა ხარჯი დაჯდა, რა თანხა დაჯდა ეს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა საკვირველია საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დაჯდა რამდენიმე 100,000 ევრო, დოლარი არა, ევრო, აღარ ევროა ოფიციალური ფულის სუროგატი ევროკავშირში და ევროს წევრია, ევროს ზონას მიერთებულია იტალია. რამდენიმე 100,000 დოლარი, ოკეი, არც ეს არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მე მაქვს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, პრობლემა როგორ არ არის პირველი ამბავი, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც ახლა გეტყვით, მეორე ხარისხოვანი პრობლემაა, მეთქი ამის თქმა მინდა. მეორე ამბავი არის ის, რომ რატო გახსნეს ეს საკონსულო? საზეიმოდ რატომ გახსნეს საკონსულო? მის უფრო ის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს 2023 წლიდან, თუ არ ვცდები ნოემბრის თვიდან, ეს საკონსულო ისედაც ფუნქციონირებს. ანუ რაღაცა, რაც გაიჭრა, ოდესღაც წითელი ლენტა გაიჭრა, გაიხსნა, მაშინდელი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, საგარეო უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი ჩასული იყო უთუოდ, აღნიშნეს ლოკალურ წრეში, რა საჭირო იყო მეორედ ამ საკონსულოს გახსნა და მით უფრო ასეთი ზარზეიმით, ასეთი აღნიშნით, ბევრი ქართული ღვინით და ქართული კერძებით და სტუმრების მიღებით და ასეთი პომპეზურობით. პომპეზურობით მეთქი ამას რომ ვამბობ, ტყილა არ ვამბობ, იმიტომ რომ როგორც ირაკლი კობახიძის Facebook გვერდში შეიჭყიტები, მოდით შევიჭყიტოთ თქვენს ნებართვით. სად არის? იქ წაიკითხავ ვრცელ სტატუს გრაფომანად ქცეული ირაკლი კობახიძისა, რომელიც ასე მაგალითად ამბობს ამგვარ რამეს, რომ ის ფაქტის, რომ მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, ბატონი კახა კალაძე. კახა კალაძემი ჩალიჩა, მოდი ასე ვილაპარაკოთ, ბოჭორიშვილმა კი ხახა გადაიხადა, მაგრამ კახა კალაძემ ჩალიჩა ბევრი სტუმრის მოყვანა იმ მისთვის მშობლიურ ქალაქში და თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში წლების განმავლობაში ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და სწორედ ამ ქალაქში ბიჭო რამდენჯერ უნდა თქვა ეს ამ ქალაქში მოუტანა მან ამ ჩვენს ქვეყანას და ამ ქალაქს ძალიან ბედი გავიგეთ. ვაყოფთ იმ მეგობრობით რომ და ბევრი სტუმარი დაპატიშეს და მათ შორის აი ხარ ვათვალიერებ ფოტოს, ვიღაცას ცნობ, ვიღაცას არა, ქართველებს ცნობ, მაგრამ სტუმართან შორის შესაძლოა ბევრი გამოგეპაროს და ბევრი სახეზე არ იცოდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ფოტომ კი მიიქცია ჩემი ყურადღება, ახლა ვიგაჩვენებთ ამ ფოტოს. ამ ფოტოზე აღბეჭდილ ერთ პირს, აი ისიც. მოვაახლოვებ. აი ამ ასაკშეს უკაც თუ ხედავთ, ეს კაცი არის, ეს იმახსოვდა რომ გალიანო ერქვა, მაგრამ თუ არ ვცდები ადრიანო ქვია, ადრიანო გალიანი. დიახ. ეს კაცი არის 44 წლის 30 ივლისს დაბადებული. აწუკე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი საფეხბურთო კლუბ მილანისა, საცი მაფიოზი ასე ვიტყვი.
არა, მაინც და მაინც იმიტომ კი არა რომ შევლახავ, არა, იმის გამო რომ ის დისკვალიფიცირებულიც იყო, მას თუ არ ვწდები ამ იტალიის ჩემპიონატში სერიაში თამაშების გაყიდვაშიც ედავებოდნენ ერთი ხანობა და ასე შემდეგ. საფეხბურთო ბიზნესიდან ის ახლა ჩამოცილებულია, აღარ არის, მათ შორის იმის გამოც რომ ასაკშია ის იყო მარჯვენა ხელი კონკრეტულად საფეხბურთო კლუბ მილანში სილვიო ბერლუსკონისა, იტალიის აცგარდასვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა, ასევე კაცი მაფიოზისა. მისი პრეზიდენტობის დროს მილანს ჰქონდა უზარმაზარი წარმატებები, მან ამ კლუბმა 5 ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი ლიგა და კალაძის მფარველი ანგელოზი თუ მფარველიც იყო რეალურად კლუბში, მილანის კლუბში, ეს ფაქტია. მოკლედ ეს გალიანის და არა მხოლოდ გალიანი ყავდა დაპატიჟებული, გვეუბნება თუ არა მის თაობაზე ქართული ვიკიპედია რამეს, არაფერს არ გვეუბნება საბოლოო ჯამში, თუმცა მე მახსენდება ის სკანდალები, რომლებიც ქონდა უკაცრავად ადრიანო გალიანის იტალიაში, მილანში მოღვაწეობის დროს და პერიოდში. ხო, ამაზე მინდოდა გამეკეთებინა ვიდეო ბლოგი და მეთქვა რომ ხალხო, თუ 2023 წელს გახსენით, თუ გგონიათ რომ ხელმეორედ საკონსულოს გახსნა არის თქვენი ლეგიტიმურობის მადასტურებელი, იმის მადასტურებელი რომ რომელიმე ქვეყნის ფედერალური ხელისუფლება პირველყოფილისა თუნდაც ქალაქის ხელისუფლება, ქალაქის დონეზე ხელისუფლება გცნობთ, გაღიარებთ, თქვენ ლეგიტიმაციას, ლეგიტიმურობას აღიარებს, ამაოდ გგონიათ და ფუჭად. თუმცა იმასაც გეტყვით რომ აი უკვე როცა დასრულდა ეს ამბავი და დასრულდა, როგორც გითხარით, ვისკონტების ძვირადღირებულ და ქირავებულ სასახლეში ეს საზეიმო მიღება და დიდად პომპეზური ღონისძიება, უკვე შემდგომ ჩვენი დელეგაციის წევრები უკლებრივ ყველანი, როგორც ცალ-ცალკე ჯგუფებად შეეფინნენ იტალიის ქალაქ მილანის ქუჩებს. და შეეფინენ და სამართლიანად აღნიშნავს ქალბატონი პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მეხუთე პრეზიდენტი ქვეყნისა, იშოპინგესო, მე მგონი ისიც ამბობს, მე მგონი ამას, მე მგონი კი არა, ნამდვილად იშოპინგეს, ეს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უბრალოდ ბევრი არიან ამ ქალაქში ქართველები და 1-2 ფოტოც კი გადავიღო, რამდენადაც ვიცი, თუ მომაწვიან ცხადია გაჩვენებთ, რომელიღაც ძვირადღირებულ ბრენდ მაღაზიაში შესულ, ასე მაგალითად ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს ჩაციკლულ გადაციკლულს თავის სამოსზე. ამაზე მინდოდა საუბარი, მაგრამ იცით რა, აღარ გადავწყვიტე და აღარ გადავწყვიტე ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თეატრო ლუკიანი, რომელიც არ იყო მილანში, ის გამახსენდა კი არა, ამბავმა გამახსენა. თეატრო ლუკიანი ვიცე-პრემიერი ოდესღაც უკაცრავად საქართველოს მთავრობაში იმ ხანად ვიცე-პრემიერი, როცა პრემიერ-მინისტრი იყო მისთვის დღეს მოძულე და მოღალატე გიორგი გახარია. გიორგი გახარიას მომხრე რო არა ვარ, ალბათ ბევრჯერ მithქვამს, რამდენიმეჯერ მithქვამს, მისი ამომრჩეველი არა ვარ, არ ვიცავ პრაქტიკულად არაფერში, მიმაჩნია რომ გავრილოვის ღამის ამბავი მისი ბრალია, მისი ბრალიც არის და უამრავი სადავო მაქვს მასთან, მათ შორის აწმყოს გამო და წარსულის გამო ხო სადავო მაქვს, ასე მაგალითად მithქვამს არაერთხელ რომ ანაკლიის ხრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება მის კისერზე არის ასაკურნია პირველი პასუხისმგებელი ბიზინა ივანიშვილია, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის გარდა პრემიერ-მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობა რომ ეკისრება, ეს ფაქტია. ხო და ამბავი ის არის რომ თეატრო ლუკიანს აღარ ევასება, აღარ უყვარს ეს, აღარ მოსწონს ეს გიორგი გახარია და კომისიაზე რომ დაიბადა, იმ ბანდიტების კომისიაზე, რომლის მიზანიც არის საქართველოს დანაშაულება ომში და უკვე შემდგომ ამაზე დაფუძნებით, ამაზე დაყრდნობით პოლიტიკური პარტიების გაუქმება და ამ კომისიის მუშაობის ვადა იცით თქვენ რომ გახანგრძლივდა და თეატრო ლუკიანი ყოველ მეორეს იბარებს და ყოველ მესამეს მე დაიჭერს და მოკიდებლად იმისა სხვა შორის ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ არა.
იცით თქვენ რომ ერთი ამბავი იყო გახარიას და ბევრმა მის თვალსთან დაკავშირებით და ბევრმა უსაყვედრო რატომ მიხვედი გახარიას შენ რატო ითანამშრომლე ამ კომისიასთან გახარიასაც ჰქონდა თავისი არადამაჯერებელი ჩემი აზრით მაგრამ ოკეი არგუმენტები და თლად გულახდილი რომ იყო და ქათინაურს არ ვამბობ ცხადია გახარიასზე მაგრამ როცა ემსჯელებოდა და ელაპარაკებოდა და ეკამათებოდა წულუკიანს გახარიამ გიბოდიშებს სიტყვისთვის და არაერთხელ მიაჩბორა კუთხეში მიამწყვდია როგორც წულუკიანი ისე მისი კომისიის წევრები სუბარს შეუტია იქ სხვებს შეუტია და ასე შემდეგ და გახარიამ თლად დამარცხებული სულაც არ იყო თლად გულახდილი ვიყო დამოუკიდებლად იმისა რომ მე მის მიმართ სიმპათიას ასაკვირველია არ გამოვხატავ ამათთან შედარებით უკლებრივ ყველანი სიმპათიურები ვართ პირდაპირ და ირიბი გააგებით მაგრამ აი გახარია დამაჯერებელი იყო გარკვეულ არგუმენტებში მაინც და ესე რომ შევადარო დანგარიშად რო წარმოვიდგინოთ 10-ით 2 მოუგვა რაღაც 15-ით 3 ხო და გიორგი გახარიას ერთ-ერთი ეპიზოდი ამ დაკითხვისა გიორგი გახარიას იყო ჩორჩანას სოფელ ჩორჩანას ინციდენტი ჩორჩანა არის ხაშურის რაიონის სოფელი და ხაშურის რაიონის სოფელში გახარიას დროს დაყენდა საგუშაგო წარმოვიდგინეთ ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო იცით თქვენ და გარდაულად აუცილებელია რომ ძალიან მარტივად ავხსნი ჭოგრიტებით თუ დურბინდებით რაღაცა სხვა საშუალებების გამოყენებითაც ჩვენ ვაკვირდებოდეთ იმას სად გადაადგილდებიან ოკუპანტები ამ საოკუპაციო ხასთან და რომელი ერთი ხის რომელი ერთი ტყის რომელი ერთი სოფლის რომელი ერთი სახლის რომელი ერთი რაიონის თუ ასე შემდეგ დამატებით რის ოკუპაციას აპირებენ ეს ბორდერიზაციის პრობლემა არის უზარმაზარი პრობლემა და ცხადია ქართული სახელმწიფოს ვალია რომ დაიცვას მისი მოქალაქეები ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს ვალი ეს და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ქართული ოცნება თუ არ ვიცი ფრანგული მიზანი ხო მნიშვნელობა რა რას დავარქვეთ ვალი მაგიდან მოქალაქეთა კავშირი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება კიდევ თუ ყოფილა არ ვიცი ხელისუფლებაში არ ყოფილა საკვირველი მოკლედ ვინც არ უნდა იყოს ყველა უნდა დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მაქსიმალურად უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზთან ყოფი ადამიანების მოქალაქეების უსაფრთხოება. ამისთვის აუცილებელია ბუნებრივია საგუშაგოების დადგმაც, რათა პოლიციის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა გააკონტროლონ ეს საოკუპაციო ხაზი და დაწერონ მე ანგარიში რომ მე უცხოელებს გადაეგზავნოთ და უთხრათ რომ აი ისიც რა აქ კიდევ ერთხელ დაარღვიეს და ასე შემდეგ. რასაც აკეთებდა დავით კაცარავა თავისი ძალებით და მისი ჯგუფი ხო და უამრავ სოფელში რამდენიმე სოფელში ასე ვიყრი მე ნამყოფიერად ხოშვის ერთში დათოსთან სწორედ და მინახავს და გავსულ ვარ ამ საოკუპაციო ხაზთან და არ ვიცი ხელის გაწვენაზე დამინახავს ეს რუსი ძაღლიშვილი ოკუპანტები რომლებიც აპირებ ჩვენ გვაკვირდებიან თავის მხრივ და ასე შემდეგ ამას უნდა აკეთებდეს აეკეთებინა და აკეთებდეს სახელმწიფო ხო და თეა წულუკიანს მაქსიმალურად უნდა რომ დაამტკიცოს რატო ყვებიან ყველაფერს რომ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმა იყო შეცდომა კი არა დანაშაული და რომ არა ჩორჩანის საგუშაგოს დადგმა ხაშურის რაიონის ეს სოფელი და კიდევ ერთი წმინდებარე სოფელი გაჩვენებთ კი არა მოგასმენებთ წულუკიანს რას ამბობს წულუკიანი ეს იყო დანაშაული გახარიასი რატომ უნდა ეს რომ გახარიას იყო ობის პარტიის წევრი ამის დამტკიცება უნდა და გახარია რომ არა გახარიას ქმედებები იქნება და ოკუპაცია აღარ გაგრძელებულიყო ამ მიმართულებით რომ სრული სიგიჟეა სრული ბოდვა მაგრამ ესენი იმდენს ბოდავენ და ერთმანეთზე უარესებს ამბობენ ყოველ მეორე დღეს კი არა ყოველ მეორე საათს რომ აღარ უნდა გიკვირდეს მაგრამ წყინც კია ხო და ქალბატონმა წულუკიანმა დაიბარა იმ სოფლის კი არა გვერდზე მიმდებარე სოფლის ერთი პირი და ითხრა შემდეგი რაღაც პასუხისთვის თავის არიდება კითხვებზე უარი ან კიდევ გაზრახცვახსა განმარტების მოცემა იჟება სიცხლის სამართლებრივი აფხილებს მადლობა ბატონო ელგუჯა მოკლედ რომ მიპასუხოთ კითხვებზე და პასუხის დროს რასაც თქვით საჭიროდ რომ უნდა თქვათ აი მომენტში რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენ სად ცხოვრობთ ამჟამად მე პირადად ცხოვრობ ხაშურის რაიონის სოფელი წაღული ეს კაცი არის სოფელი წაღლის მაცხოვრებელი წაღლი არის შედარებით დიდი სოფელი ვიდრე ჩორჩა და ამას განმარტავს ბატონი ელგუჯაგვარი არ მახსოვს სამწუხაროდ განმარტავს სოფლის მაცხოვრებელია განმარტავს რომ წაღლი უფრო დიდი სოფელიაო და მე უკვე იწყებს საუბარს წულუკიანი აწყვეტინებს მაგრამ მე უკვე ბატონი ელგუჯა ყვება რაც ხდება ეხლა მე
14 წუთიანი ვიდეოს არ მოგასმენდებ ცხადია, მაგრამ მაინც. რა მანძილი? უსმინეთ? თორჩანიდან დაშორებით 3-4 კილომეტრი. 3 კილომეტრი. 3 კილომეტრი. თორჩანა არის პატარა სოფელი უფრო. დიახ. ჩვენი სოფელია დიდი სოფელი. უფრო დიდი სოფელი. 3 კილომეტრში ცხოვრობთ. 2019 წელს ჩვენ ქონდა წინასხდომა, თქვენ ხომ არ უსმინეთ ბატონი გიორგი გახარიას გამოკითხვას? ანუ რა უნდა იცით წულუკიანს საგუშაგოს დადგმის შედეგად გახარია ამბობს. ამას გახარიამ თქვა. ეს არავითარი ტყის მასივი არ მიუტაცებიათ რუსებს. ეხლა ესე თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ თლად ობიექტური რო ვიყო, მაგრამ საგუშაგოს დადგმასთან კავშირში რომ არ არის, ამას კი დაზუსტებით თუ მაინც და მაინც მიიტაცეს, ამას კი დაზუსტებით გეტყვის, მაგრამ წულუკიანს უნდა რომ დაამტკიცოს და ბატონი ელგუჯა ხავს მოწმეთ, ხო, გამოსაკითხ პირად დაბარებული, რომელიც იტყვის ათქმევინებს უფრო ზუსტი რო ვიყო, მიიყვანს იქამდე ათქმევინებს ბატონ ელგუჯას რომ აი სწორედაც რომ ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმამ განაპირობა რუსების შემოსვლა, რაც არის აბსურდი და ტყუილი, აბა რა ვქნათ, კარგი. მოდი შევთქვათ, რომ გახარიაც შეცდა, რა უნდა ვქნათ, ესე მივაგდოთ სოფელი და სოფელი, უკლებლივ ყველა სოფელი და შემოვიდნენ და იპარპაშონ რუსებმა, ან ვინ ამბობს იმას, რომ საგუშაგო რომ არ ყოფილიყო, რუსები არ მიიტაცებდნენ იმ დღეს, ახლა ქემაინც მონიტორინგი ხორციელდებოდა, რამდენადაც ხვდები და საერთაშორისო ორგანიზაციებს ააწვდიდნენ ინფორმაციებს, როგორ დაარღვიეს დამატებით ესე იგი საოკუპაციო ხაზი რუსებმა ეს რომ ვიცოდეთ. განვაგრძოთ ქალბატონი წულუკიანის მოსმენა. ესე იგი რამდენად კი, იმიტომ რომ მას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით დაუსვით კითხვები და ამიტომ გთხოვეთ. ესე იგი 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანის მიმდებარედ გაჩნდა ახალი საგუშაგო, რომელიც ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა. ოპა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რო აღმართა, ეს ხო უკვე ამბავი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთმა მინისტრმა ხო არ მიიღო გადაწყვეტილება, ან მხოლოდ მოადგილეებს ხო არ ეთათბირა, იქ იყო მთელი ჯგუფი შექმნილი, შეკრებილი, რომლებმაც იმსჯელეს მათ შორის შიგნით სტრუქტურაში და მათ შორის შესაბამის სხვა პარალელურ სამსახურებთან, ასე მაგალითად სუსთან და ასევე პრემიერ-მინისტრთან და პრემიერ-მინისტრის ოფისთან დაწონეს და მიიღეს გადაწყვეტილება. ოღონდ მნიშვნელოვანი ამბავია ამ პერიოდში, ოდნავ მოგვიანებით ქალბატონი წულუკიანი ვიცე-პრემიერია არ დაგავიწყდეთ. და შინაგან საქმეთა მინისტრი კი იყო 2019-ში, როცა ეს საგუშაგო აღიმართებოდა, სწორედ გიორგი გახარია და უკვე შემდგომ პერიოდში ქალბატონი წულუკიანი და არა მხოლოდ წულუკიანი ამგვარ ქმედებებს ამართლებდა, მაგრამ ახლა აწყობთ, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი და უკლებლივ ყველაფერი შესტენონ თუ სააკაშვილს და ყველას, ვინც მათი ოპონენტია და დაუმტკიცონ რუსებს, რომ ისინი არიან განუმეორებლები და ყველაზე კარგად აკეთებენ რუსულ საქმეს. აწერენ ხელს უკლებლივ ყველაფერზე, ეს კი არა ომი დაიწყო საქართველოსო, ამაზეც კი აწერენ ხელს და მეც გაიხვითო ვარ ამ ჩორჩანის ერთ ეპიზოდზე, ერთ საგუშაგოზე და წულუკიანი რუსის ბოდვებზე, რომ გამახვილებ ყურადღებას და თქვენს გართმევთ ძვირფას დროს. ცნობილია თქვენთვის ამის თაობას. ცნობილია, გაიხსნა ეს საგუშაგო, აი იქ ქარხანა იყო. იმის თავზე გაიხსნა საგუშაგო. თქვენ რომ ეს საგუშაგო გაიხსნა, როგორ გაიგეთ? სოფელში უკვე გაიხსნა კომისარი მეგრე. თუ არა, იმის შემდეგ არ გასულა რამდენიმე ხანი და წაღულის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და გააკეთეს იმათმა საგუშაგო. იმათმა ვინ? აი რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღულის თხე რუსებმა. კი. კარგი. აბა ეხლა ასე ეხლა ნახეთ აქ ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის რომ ჩორჩანა პატარა სოფელია, რომლის მოსახლეობაც ითხოვდა წლების განმავლობაში რომ დაგვიყენეთ ეს ოხერი საგუშაგო, იქნება და გადავრჩეთ, იქნება და თქვენ გააკონტროლოთ რუსები, რომლებიც ოკუპაციას ახდენენ ჩვენსას ესე მცოცავ ოკუპაციას. აქ მნიშვნელოვანი ერთი დეტალი, რომელიც არ ჩანს თითქოს წაღვლისა და ჩორჩანის მაცხოვრებლების დაპირისპირებას უწყობს ხელს ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ათქმევინებს
ამ პატივცემულ ელგუჯას არაჩვეულებრივ მოქალაქეს დარწმუნებული ვარ, ათქმევინებს იმას, რომ აი ჩორჩანაში რომ გაიხსნა, ჩორჩანელებმა რომ მოითხოვეს საგუშაგოს გახსნა, რომ არ მოეთხოვათ ჩვენი დღე, სადაც ჩვენ გავდიოდით წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ ყოველ დღე, ორ კვირაში 3-ჯერ, 3 კვირაში 4-ჯერ, ჩვენი დღე გადარჩებოდა. და უპირისპირებს ერთგვარად ჩორჩანისა და წაღლის, სოფელ წაღლის დიდი სოფელია შედარებით, მაცხოვრებლებს. დაახლოებით კილომეტრი ნახევარი. დიახ, ბატონმა გიორგი გახარიამ გითხრა, რომ ეს არ არისო სიმართლეო. ანუ რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ სწორედ 24 აგვისტოს, როდესაც ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა იქ საგუშაგო, ამით მე ამ გადაწყვეტილებით დავიცავი ჩემი ქვეყნის ტერიტორიებიო და იქო არაფერი დაკარგულაო. თქვენ ამბობთ საპირისპიროს. ესე იგი სწორად გავიგე ხო ბატონო გუჯა, რომ მას შემდეგ რაც აღიმართა 2019 წლის 24 აგვისტოს ქარხნის თავზე საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ამის შემდეგ ოკუპანტმა სახელმწიფომ განათავსა ახალი საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა. აქ კი ხმარობს ქალბატონი წულუკიანი სიტყვას ამის შემდეგ, მაგრამ მას ენის წვერზე ადგას, რომ თქვას, ამის გამო განთავსდა ოკუპანტთა საგუშაგო, აი ამის თქმა უნდა და შემდეგ და გამო ერთგვარი ხო, პირდაპირ სინონიმები ხო არის, მაგრამ აი ამ კონოტაციით, ამ შინაარსით არის ნათქვამი სიტყვა, წარაბოთქმული სიტყვა შემდეგ, რომ ამის გამო მოხდა უკვე დამატებითი ოკუპაცია, ცოტაც მოусფიდოთ წულუკიან რუსს. და რეალურად დაიკარგა ტერიტორიები. აი? იქ თქვენ ვეღარ შედიხართ? ვერანაირად. 24 აგვისტომდე შედიოდი. ნახეთ რამ ზაკრული კითხვა. მაშინ ასე რომ მოგვიყვეთ და მე აღარ შეგიშლით ხელს, ისაუბრეთ 2-3 წუთი თავისუფალ რეჟიმში. რა შეგეძლოთ 24 აგვისტომდე? ტყეში ხო, ჩვენ სანამ დამოუკიდებლები გავხდებოდით, რუსეთში შეგვეძლო სიარული, ეგრა მაგის პასუხია და გულაობა შეგვეძლო სასტუმრო მოსკვაში თუ სასტუმრო რუსიაში 1 2 3 4 ფლიგელი აქვს, რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ვიცი, ხო, რაღაც სევერ ვასტოკ და ასე შემდეგ, ხო, შეგვეძლო იქ რაღაც ახალგაზრდა ქართველ საბჭოთა მამაკაცებს შეეძლოთ ქალებში გულაობა. და რას დავანგრიეთ მაშინ საბჭოთა კავშირი? რას შეუწყვეთ საბჭოთა კავშირის დანგრევას ხელი? ამგვარ კითხვას სვამს ქალბატონი წულუკიანი, რომ ამ კაცს ეკითხება, რომ რა შეგეძლოთ მანამდე, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის რაღაცა პატარა ნაბიჯს გადადგავდა გიორგი გახარია და რა შეგიძლიათ ახლა, როცა გახარიამ გადადგა ეს ცუდი ნაბიჯი წულუკიანისეული გააზრებით, ჩადგა იქ საგუშაგო და ამის შემდეგ თუ შედეგად თუ გამო შემოვიდნენ რუსები. არაფერი არ შეგვეძლო. დაიკარგა ტყე, მაგრამ სხვაგვარადაც თუნდა რომ განვაზოგადოთ ეს კითხვა, რატომ ვიბრძოდით საერთოდ დამოუკიდებლობისთვის? ჩვენ ხო ეხას ერთიანი მანეთი გქონდა თუ რა ერქვა საბჭოთა ფულს მანეთი, ხო? ხო ჩვენ ხო ერთიან ეკონომიკურ სისტემაში ვიყავით ჩართულები. რა ჯანდაბა გვინდოდა ჩვენ საერთოდ დამოუკიდებლობას რატო ვითხოვდით და რატო მივახციეთ? კონცეპტუალურად აი ამ ვიწრო პატარა ჩორჩანის ამბავი იგივეა, რაც კონცეპტუალურად დასმული კითხვა იმის თაობაზე, რატომ შევუწყეთ ხელი ჩვენ საბჭოთა კავშირის დასმას, რა ჯანდაბა გვინდა, რას ვფაფხურობდით, რას ხმარტალებდით იმ ხანად 90-იან წლებში და 80-იან წლების მიწურულს და 90-იან წლებში, რაც გამოაცხადა ამ გამსახურდიამ, ამის შემდეგ მოხდა უბედურება თუ მოხდა. რეალურად წულუკიანიც და არა მხოლოდ წულუკიანი არიან ქართული სახელმწიფოს მტრები. ბიზინა ივანიშვილის ერთადერთი მისია 2012-დან დარწმუნებული ვარ, ვიდრე დღემდე არის ქართული სახელმწიფოს როგორც ასეთის ჩამოშლა. ის ქართული სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოწინააღმდეგეა. და უკლებლივ ყველაფერი მათ შორის საქმეები, რომლებზეც ამბობენ და ჩვენ წაგხსნება ხოლმე ფიქრი, სიტყვა და გაგვექცევა ფიქრი იმის თაობაზე, რომ რა კარგი საქმეა, აი ასფალტი დააგეს ყაზბეგის გამზირზე და მართლაც ძნელად თუ არ მოგეწონება, ხო, ესეც კი კვლავ ვიმეორებ, საერთო სურათში რო დავინახოთ, არის
რასაც zoom out-ი რომ გავაკეთოთ, არის რუსული საქმე, არა ასფალტის დაგება კი არ არის რუსული საქმე. უბრალოდ ამ ხელისუფლების უკანონო ამასთან უკანონო ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი დიდი ქმედება, მოდი მაინც ესე ვიტყვი, რომ თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალება არ მივცეთ ჩემს ოპონენტებს, არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ხარაკირი არა, ზურგში დანა ქართული სახელმწიფოსთვის თავი და თავი. ამ ყველაფრისა რა საკვირველია ბიზინა ივანიშვილია მოვლენილი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს სწორედ იმისთვის რომ 25-მდე მოვთხრეულიყავით თუ მოუგდებულიყავით და ქართული სახელმწიფოს თვით ლიკვიდაციის არა 25-ში ლიკვიდაცია თვით ლიკვიდაცია არ მოხდება მაგრამ ბიზინამ თუ ასე განაგრძო ამგვარი უკანონო ნაბიჯები გადადგა ამგვარი დესუვერენიზაციისაკენ წაიყვანა სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზაციისაკენ და დეთავისუფლებიზაციისაკენ წაიყვანა ქვეყანა ჩვენი ლიკვიდაცია თვით ლიკვიდაცია პრაქტიკულად გარდაუვალია მეთქი ამას ვიტყვით ეწულუკიანი უბრალოდ არა ისიც ხდება ისიც ცალკეა შეერთებულ მიერთებულ დაერთებული FSB-ზე და ცალკე ანუ ბიზნესგან ცალკე და ბიზნეს ფრთებს ხო არის სხვების არ იყოს ამათმა კი გახსნეს საკონსულო პირველ თემას კი არ ვუბრუნდები მაინც და მაინც უბრალოდ გიხსნით და ამბობენ რომ ხრა მაგარი 23 წელს გაიხსნა პირველად საკონსულო მაშინ არ ვიცი არ მახსოვს არ მიძიეა მიკვლევია თუ მიძიებია სახელდახელოდ საგანგებოდ რამდენად პომპეზურად და ზარზეებით მაგრამ აქაო და ჩვენ აქაო და ძალიან მნიშვნელოვანი შეძახილია რამდენი მნიშვნელოვანი სიტყვაა ხო აქაო და იზოლაციაში არ ვიმყოფებით აი კახლაძია ჩვენი ძმაკაცი ჩვენივე გუნდის წევრი რომელმაც მილანის ყველა კუთხე კუნჭული და ყველა საროსკიპო ზედიზე მიწევნით კარგად იცისო და კალაძეს ჩააწყობინეს თუ ასე ვიტყვი ხო გააჩარხინეს ბევრი სტუმარი მილანის მუნიციპალიტეტიდან სავარაუდოთან გარკვეული რაღაც სახელმწიფო სამსახურებიდან და ბაქი ბუქობენ რომ იზოლირებულნი არ არის იზოლირებულნი კი არ არიან მეგობრებო რეალურად კატასტროფაში არიან ესენი იმიტომ რომ არავინ სერიოზული მათ არ ელაპარაკება და არიან მხოლოდ კიცინზე გადასულები ერთის მხრივ კიცინზე ბიზინა ივანიშვილისათვის და მეორეს მხრივ კიცინზე მილანის ქუჩებში სადაც ზვირადღირებული რასაკვირველია ზვირადღირებულ მაღაზიებში შემოისეირნებენ ხოლმე და ახლაც შეისეირდეს შეიძინეს 1 2 3 5 თითოეულმა მათგანმა ნივთი ძირითადად ტანსაცმელი დასაკვირველია ყელი მოღერებული ჰქონდათ ამ ვისკონტების სასახლეში ამ საზეიმო პომპეზურ ღონისძიებაში დახარჯეს რამდენიმე ასეული 1000 евро და პარალელურად აქეთ წულუკიანი წერდა ინიშნავდა ჩანაწერს აკეთებდა ამგვარს რომ საქართველოს არ უნდა დაიცვას თავისი თავი იმიტომ რომ როგორც კი იცავს რუსები დამატებით შემოდიან არა პირიქით არის მეგობრებო პირიქით ასინეთა როგორც კი საქართველოს თავს იცავს რუსები ვერ შემოდიან ჩორჩანა კი არ უნდა ყოფილიყო 200 300 500 1000ობით ჩორჩანა 1000ობით საგუშაგო უნდა ყოფილიყო რომ რუსებს ვერაფერი ვერ გაებედათ და ხოლო ვინც კიცინით არის დაკავებული კიცინითა და საკიცინოს მიმართავს რითიც კიცინებს იმას მიმართავს მომიტყაპუნე იმაზეო ხო ის მას მართლა უტყაპუნებენ და არა მხოლოდ საკიცინოზე რა სიტყვები წარმოვთქვი რა წავედ